გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR Wilds. დღეს ამოსულები ვართ მე და გეგა და ტაისონი მთის თავზე, ზღვის დონიდან 1200-1300 მეტრზე, სუსტად არ ვიცი. და დღეს მე ხდება განსაკუთრებული ლაშქრობა. ჩემი ერთ-ერთი სურვილი რაც იყო სალაშქრო კუთხით, ავიხტინე მოკლედ და გაგაცნობთ ორივეს ერთად. ორივე ერთად იქნება დღეს გაერთიანებული, დავრჩებით და ჩაუჯექით მეგობრებო, არ გამოტოვოთ არც ერთი წამი. გაერთობით. გაიცანით ახალი ტენტი, დღეს იქნება hot ტენტი რა. ცხელი ტენტის დღე არის დღეს. მართალია მაგარი ამინდია. და ღამით უკვე ეგრილება და ღამით დავანთებ. იმას რაზეც ვოცნებობდი ხოლმე. ფეჩს. ძალიან ქვიანი ადგილი არის. ხილა ცოტა თორე. მეგობრებო, ისე იდეალურად არ არის გაშლილი როგორც საჭიროა, იმიტომ რომ ძალიან ქვიანი ადგილია რა. ყველგან სადაც ვურტყავ, სოლის ქვეშ ხვდება ქვა და ეგრე შეიძლება სოლი ძალიან გავაფუჭო. ამიტომ იყოს ახლა როგორც არის. აუ, მაგრა ცხელა შიგნი. საუნასავითაა. ეს წამოღებული მაქვს ფეჩიც. ფეჩს ავაწყობ. დაშრას უკვე ხვალ გაჩვენებთ. ფეჩს ამოუშვებ. აია. შედახარე. ობა. მის დამჭერი. ამისთვის რადგან სოლები არ წამომიღია დამატებით, 3 ცალი ჯოხი გამოვთვალოთ. იმით დავამაგრეთ.
ახლა მქონდა მეგობრებო პირველი დამოუკიდებელი ფრენა FPV დრონით უკვე მირიანის გარეშე. რო გითხრათ რომ საოცრება გადავიღეთ ხო არა, მაგრამ რა უკმაყოფილი ვარ ჩემი თავში, იმიტომ რომ პირველად დამოუკიდებლად ვიფრინე და არ დავამტვრიე დრონი პირველ რიგში. ეგ კარგი არის. დასმა ცოტათი გამიჭირდა. ცოტათი რა. აი ზემოთ უკვე კარგად გრძნობდი სიმაღლეს ისა ესა. შენივრად ვიფრინე მომეწონა რა. გადაუფრინე მთელს აშურიანის მთებს. ახლა მიჯდებოდა მეგობრებო ელემენტები და სხვა დროს უკვე სხვა ადგილებში ბევრად კარგად დავამუღამებ, თან ისევ მეცადინებ სიმულატორზე რა თქმა უნდა. უკვე რეალურ ცხოვრებაში ესე პირდაპირ ვიმეცადინე, ბევრად კარგი შედეგი ექნება მაგას რა პრაქტიკაში, სულ სხვა სწავლა ვიდრე კომპიუტერზე მეცადინეობა. მოკლედ ბევრ მაგარ რაღაცას დავამუღამებ და FPV დრონს აწი ხშირად გამოვიყენებ კიდეც. ფეხზე გახდით რომ მოვიდა, შვენიერი ამინდი გვაქვს უკვე. წინდები და ფეხსაცმელები აქ უკვე ზედმეტია. ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს მეგობრებო ფეხშველის სიარულს. აი კარგია ორგანიზმისთვის. ყველაფერზე დადებითად მოქმედებს, არანაირი უარყოფითი თვისება ამას არ გააჩნია, თუ რა თქმა უნდა სიტყვაზე ეკლებში არიარე და არ შეგერჭო ფეხი, ხო? სხვა არაფერი არ აქვს უარყოფითი, არც იმის დაიჯეროთ, რომ ადამიანი ფეხიდან ცივდება. აი ბავშვებს რო ევნებიან ხოლმე არ გაცივდე, ჩაიცვიდა რაღაც. ეს არის კარგი. და ასე უნდა ვიყოთ. ინგლისურად ამას ეძახიან groundings და ძალიან ბევრი პლუსი აქვს. მეგობრებო, ზოგადად ჩვენს დროში ძალიან ბევრი ცუდი რაღაც არის კარგად გამოყვანილი და ბევრი კარგი რაღაც ცუდად გამოყვანილი რა. აი კარგად ვინც იცით ინგლისური, მე ინგლისურად ვუყურებ ხოლმე და მაგიტო გეუბნებთ, ქართულად ეგეთ კარგი ინფორმაციას ვერასდროს ვერ პოულობ. კარგად ვინც იცით, შეგეძლოთ მოძებნოთ ინფორმაციები, როგორც მზისგან დამცავზე, ასევე თვითონ მზეზე, მე ფეხშველას სიარულზე, თვითონ მზესთან უფრო ახლო კონტაქტზე და ასე შემდეგ რა. ბევრ კარგ რაღაცას ისწავლით იქიდან. დღისით მეგობრებო, სალათას შევჭამთ. ახლა ცეცხლის დანთება და ფეჩის აგიზგიზება ნახდად არ მინდა. ძალიან დიდი და სქელი სტეიკის ნაჭერი მაგთან წამოღებული. ცალკე ახალი კარტოფილი და საღამოს მაგრად გავერთობთ. მაგარი ხედი გვაქვს. აქ მივირთმევ კეფირს. ძალიან მაგრად შემიყვარდა რა, ზოგადად რძის ნაწარმი ძალიან მიყვარს. და კეფირიც ერთ-ერთი ფავორიტი გახდა. აუ კაია, გეგა რანაირად არ გიყვარს მაგიჟებს შენ. კაი ცოცხალი სალათა. ხედავთ რამდენი ჭიანჭველაა. ამ დროს მაისისკენ, ივნისისკენ დედრებიც ამოდიან ზემოთ. ფრთიანს რასაც დაინახავთ მდედრია. რომ შექმნან ახალი კოლონიები. დედრები მერე წავლენ, ესე სათითაოდ გავლენ. ახალ კოლონიის შექმნას დაიწყებენ, ნუ რამდენიმე კვერთხს ხდებს მაგ დროს მდედრი და იქნება უკვე ახალი კოლონია რა. ძალიან მალე მრავლდებიან. აუ აქეთაც ძალიან ბევრი ყოფილა. ასე უცებ ვერ დავინახე.
ასეთია კიდევ ერთი ის მოვიტანოთ, დავჭრათ, დავხერხოთ და დავჭრათ და ფეჩზე გვეყოფა რა. კვარი. რა კაია. გესმის გუგულის ხმა? მეგობრებო, ამაზე რთული დასაჩეხი შეშა თუ მენახოს ოდესმე რა. მართლა გეუბნებით, შეხედეთ. აი სულ ესენი აქ, ეს არის აი ზარღვებს ეძახიან ხოლმე, საიდანაც ეს ტოტი გამოდის. ეგ ადგილი არის ყოველთვის მაგარი. ნაკლებად ზიანდება, ძალიან მაგარია, ხერხვის დროსაც ხო ტანჯვა არის რა. და ჩეხვის დროსაც და ძალიან რთული დასაჩეხი არის. ნუ პატარა ნაჯახით ახლა თორე. კი, კარგი ნაჯახია ეს ძალიან, ძიმეა და პატარა ხუა, მაგრამ რო უტყავ, გეგონება რომ ბევრად დიდ ნაჯახს უტყავ ნელა ტაისონ. მაგრამ მაინც როცა რთული დასაჩეხია შეშა, მაგ დროს დიდი და მძიმე ნაჯახი გჭირდება რა. ძალიან რთული არის დაგვტანჯა, რასაც ქვია. თან პატარებად ვამტვრევ რომ ფეჩიც კარგად შევიდეს. კარგადაც დაიწოს. რა უტაისო. ხე ეს გადაგიგდებ. მანამდე არ მიჩვენებია თქვენთვის პირველი რომ გავაპეთ ნახეთ. არ ვიცი GoPro-ში კარგად თუ ჩანს. ტელეფონი იქით მაქვს. სუყვარია. საოცრება არის. გვიჟდები რა. აი დღეს გვაქვს მეგობრებო საუკეთესო ხედი, აგენ მყინვარწვერი. აქ მთელი კავკასიონი შეხედეთ აი მთლიან გაყოლებაზე. სანამდეც თვალი გაგიწვდება რა. საოცრება არის. არა ჩემი სიყვარული მყინვარწვერი რო ჩანს, ეგ არის მთავარი. შეშა დავჩეხეთ და ახლა დანამატების ჯერი არის. თან მაქვს წამოღებული ტრადიციულად ვიტამინ ფაუერის ბიფ პროტეინი და ვიტამინ ფაუერის ასევე კრეატინი. ზოგი ამდეში ხსნის, ზოგი ამდეში, მაგრამ მე რაც დავამუღამე, აი ორივეს ერთად რო ვსვავ ხოლმე, იმიტომ რომ ბიფ პროტეინის კაფი აქვს რა. ხსნი ხოლმე 200 მილilitrში. საღამოს უნდა მივირთოთ ჩვენ დიდი სტეიკი, კარტოფილი, მაგარი საჭმელები მოკლედ და მანამდე მაინც სალათა, საქმე საჭმელი, ისა ესე და გჭირდება ცილები. აუ ჩიტები რა მაგაჟურტულები. მერცხლები არიან თან. გახსოვთ მეგობრებო ეს ცული ბაბუამ რომ აჩუქა. კარი აქ მაგარი პანძი ადრე გავაკეთე. ხო და ამას მე გადავაკეთებ. კაი გასალესიც არის. სამუშაო მაქვს ამაზე, გავერთობი. კარს მთლიანად გამოვუცვლი. აი, მირჩევნი ამას სწორი ტარი დაუტოვო რა. ბაბუას ეგეთი ტარი ქონდა ამაზე. მთლიანად სწორი იყო. და ამას კარგად დავამუშავებ. ცუდად გამოვიყენეთ ყოველ მაშინ. თორე რომ აჩუქა, კარგ მდგომარეობაში იყო ძალიან. თან ეს წინა მხარე რაც არ ნახეთ მიდუღებული ეტყობა. ეს არის ბენზოხერხის ცეპი.
გადამდნარი რა. მაგისგან აქ მიცემული ეგ ფორმა, ვინც მისცა ეგრე გაუკეთა. ამაზეა მე მიდუღებული. როგორც პატარა ნაჯახი მაგარი იქნება და ამას მაგრად გავაკეთებ მოკლედ და ამის ვიდეოსაც გადავიღებ მე. ახლა არჭრის როგორც საჭირო არის. რაც მართალია ეს ნაჯახი ყველაზე მაგრად მემსახურება, რაც კი ოდეს მე მქონია. შეშა დავალაგეთ ასე თუ ისე. კიდე დავჭრით. ერთი მაგდენიც რომ მოვაგროვოთ რა. წესით უნდა გვეყოს. კარგად იმუშავა ამან. აიქ. იმხელა ბუშტიდან ხვდება ალბათ დილას. მეგობრებო, ტყუები წამოვიღე დღეს, მე და გეგა გავერთობით. წინ არის ტრიალი რა, მინდორი და მე ეს ეშვება და მოკლედ უსაფრთხო ადგილი არის. კარგია. უსაფრთხო ადგილია სასროლად. დღეს გავერთობით აქ ვისვრით. ტყის მხარე ცუდი იდეაა. შეიძლება ვიღაც იყოს იქ. ოღონდ მეგობრებო, რაც მიკეთია ყურებზე, როგორც ჩანს მაგარი ბანძი აღმოჩნდა, იმიტომ რომ დეკემბერში რომ გავისროლე, აი იმის მერე ყური მიწვის. მარჯვენა არ გაჩერებულა რა. საბედნიეროდ სმერანზე არის მოქმედა. მესმის, კარგად. შევიმოწმე ეგ, მაგრამ მე ყურის ექიმთან უნდა მივიდე და ესენი ვიყიდო, კაი გეგი მირჩია მაგარი რაღაც ელექტროა რა. რო გადართავ სხვა ხმები გესმის მაგრამ აი სროლის ხმას ახშობს. მაგას დავითრე მე. ამას დაწოლილზე პირველად ვისვრი. მიდია გა. ხო გითხარი გავარტყავ მეთქი. კიდე გავარტყე. მიდი რა დააყენე. აგვაქვს ზეითუნიზეთი, ნიორი, ჩემი სახალი საყვარელი ტაფა. აუ ზამთარში რა სასიამოვნო იქნება ესეთ რაღაცას რო იზა. შენით რა ვიქნებით შემოსულები და რო აღარ გავალთ. ზოგადად მეგობრებო, ქორწილის ვოიაჟერი კაჟზე დიდად არ მოქმედებს, იმიტომ რომ არა აქვს ისეთი კუთხე. აი ამით ვაყრევინებ მაინც ნაპირწყლებს.
ეს გვერდზე შუშა შავდება, როცა სველი შეშა გაქვს შეგდებული რა. მაგრამ მარტივად შორდება მე. ას მოვაყრე ახლა სვანურ მარილს. ისევ ხერხვა და ისევ შეშა. ასეთი 2 დიდი მეტრის სტეიკი გვაქვს. ჯერ კარტოფილს მოვამზადებ. მერე დავყრე სტეიკებს. აჯიკაიას სვანური მარილი ტრადიციულად. აფკული კონდარი. კარტოფილს ორეგანო და ხატავს. მეგობრებო, შეშა უნდა დავაპატარაო. უფრო კარგად რო დაიწოს, იმიტომ რომ მაინც ნესტიანია რა და უჭირს, მაგიტო გაიწელა კარტოფილის მომზადებაც. ასუნელები ამას აქვს.
კარტოფილი შევათბლოთ. სტეიკი მზად არის. აუ ძალიან მაგარი არის. გეგა ეს დამიჭირე. აი ეს აქეთ ხარ ეს დაჭირე ეს თებში რომ კარტოფილიც გადმოყარო. აურა გამოვიდა. ეს რა გამოვიდა მეგობრებო. ვაში გვერდოს ძალიან მაგარი იქნება. მეც ეგრე ვარ გეგა. ბიჭო რა რბილია. გასინჯე ტაისონ. თან მალე გაკეთდა. კარტოფილიც კაი არის. მეგობრებო, ეს გონი ერთ-ერთი საუკეთესო სტეიკია, რაც კიდევ მე გამიკეთებია. ძალიან რბილი არის და ძალიან წვნიანი. ფეჩის დამსახურებაცაა, იმიტომ რომ სხვა ტემპერატურაზე მზადდება ჩათვალი და უფრო კარგად რა. ახალ ტაფაზე ხო არაფერს ვამბობ. იდეალურია. ეს είναι კარტოფილი. მეგობრებო, აი ეს ყოფილა უმაგრესი რა. ნებისმიერ კარვით ლაშქრობას თუ არ ჯობდეს. ზემოთ გაღებული მაქვს. ასე არ შეიძლება იცოდეთ სიტყვაზე ვინმე თუ დააპირეთ მომავალში ყიდოს და რამე. ესე ფეჩი რო გინთია, არაფერი რო არ გაქვს გაღებული, ან თუნდაც პატარა ქონდეს გაღებული, მაგრამ დაიძინო. ძალიან საშიშია რა. ბევრი ჟანგბადი მიაქვს და შეიძლება ძილში გაიპაროთ. ხერთო დაგიფაროთ ყველა, დაგვიფაროს საერთოდ ყველა და საშიში. ამიტომ სანამ დავიძინებთ, ამას ჩავაქრობ. ეს გაღებული მაქვს მაინც ჰაერის თემაში და ეგრე დავტოვებ, მე მაინც საძილე ტომრებით ვართ. თორე ახლა ისეთი კარგი ტემპერატურაა, ის საძილე ტომრა საერთოდ საჭიროც არ არის. და კიდევ მეგობრებო, ვინმე სტუგენდოვებად ყიდო. ფეჩი ღირს $210 Amazon-ზე და ტენტი ღირს ეს $270 ეგეც Amazon-ზე. ნახეთ რა მაგარი სტუმარი ყავს. საწოყია. ეს ჯერ არ არის სრულად გადაქცეული რა, რაც უნდა იყოს. მე გაშავდება, დიდი ჯავშანი ექნება. შავი ხოჭოები რომ არიან ხოლმე, ხო იცით? აი ეგ არის. მერია გადაიცივე თქო. მეგობრებო, 12 საათი დაიწყო. ფეჩი ჯერ კიდევ ანთებული გვაქვს ძალიან მაცინა ტაისონმა. აი მე და გეგა მოკლა სიცილით. რატო არ გეტყვით, არა? გაგვაგიჟა რა, ის იმდენი გვაცინა. შეშა კიდე გვაქვს, მაგრამ დაძინებამდე როგორც გითხარით, ფეჩი უნდა ჩავაქრო. მასლობინებს. დაძინებამდე ფეჩი უნდა ჩავაქრო. ორივე მხარე გაღებული მაქვს ჯერ.
გასანიავებლად და ძალიან მაგარი ტემპერატურა, აი ისეთი მაგარი ტემპერატურაა, რომ ასე პირდაპირ დაწვებოდი რა მოკლეკლავიანებით. აბა მეგობრებო, შეხვდებით დილას. სხვა დილა უთენი არ მივდივართ, ამიტომ ხვალაც გაგრძელდება საინტერესო ვიდეო. 6 საათია მეგობრებო. ჩიტები ხურტულია და კაი მიავიცი. ადგილი ახლა. თორე რა დამაგვიცა აღარ დამეწინება. რაო ტაისონი. ცეცხლი უნდა დავანთო მეგობრებო პირველ რიგში. ეგა წუხელავდი კი. საათი არ ვიცი რა. გარეთ გავედი, ისეთი სუფთას აიყო და ისეთი გამაზიცა რომ რავი. ხო, არ გაგიგია, გამიკვირდა. ტაისონი როგორ მოთმინებით მელოდება. ეშე ვაზენის მოცულა გამომელია მეგობრებო. ასანთით დავანთებ ჩაოლები. რატო ჩაქრა? ძვირფასო გამომწერებო, ერთ თემას მინდა შევეხო რა, აუცილებლად. ჩემს უკან რასაც ხედავთ. აი, თუ კარგად ხედავთ, პატარა დასახლებული პუნქტებია რა, მთების ქვეშ. ეგ არის ჩვენი. მაგრამ რუსეთს აქვს ოკუპირებული. ვიდეოში რამდენჯერაც მე რუსეთს უდად ვახსენებ ხოლმე, იმდენჯერ რუსის დამცველი ქართველები გამოხდებიან ხოლმე, რომლებიც ისეთ საშინელებებს იძახიან, რომ აი მაბრაზებენ რა. აი შეიძლება ვიღაცამ ჩემზე ცუდი რაღაც დაწეროს და რეაქცია არ მქონდეს, იმიტომ რომ ონლაინში წერენ ამას, პირადში ვერ მეტყვიან, ვერავინ ვერ მოვა, ვერაზროს და ვერ მეტყვის ეგეთ რაღაცას. ისის რაც მოუვა. ეგენი არიან შიშრები და წერენ ონლაინში 1000 სისულელეს და მაგას რეაქცია არ მაქვს, მაგრამ აი ქართველი რო გამოვა, ძალად ქართველი და რუსებზე დაწერს კარგს.
ჩვენ შეურაცხყოფას მოგვაყენებს თელერს და რუსებზე დაიწყებს კარგის თქმას, აი, იცით როგორ ბრაზდები? ეგეთ ქართველებს მინდა მიუმართო. რაღაცა გაიაზროთ იქნება, რომ მიხვდეთ, ეგ არის მტერი. უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა. რომ მეუბნებით, რომ შენ რა ქრისტიანი ხარ, რომ ეგენი არ გიყვარს და ასე შემდეგ. რუსეთი არის მტერი. რეებია გაკეთებული და აი ეგ სოფლების ვაღებული აქვს რა. ქართველი იქ ვერ გადავა, ვინც იქ არის კიდე კი იცით, რა დღეშიც არის და გადახვალ და რა მოგიო ეგეც იცი. ეგენი არიან მტრები და საზიზღრები და მაგათ არც ლაპარაკი უნდა არაფერი, მაგათ უნდა ეგენი უნდა გააქრო რა. და მე გამოვლენ ეს ძალად ქართველები და 1000 სისულელეს წერენ. გულანძღავენ ქართველებს, თვითონ ქართველები არიან ამ დროს და რუსებს იცავენ რა. ერთი ტიპი იყო, აი გამაგიჟა რასაც ქვია. ამიტომ ეგეთები არ ვიცი რა, არაკაცები ხართ. აი ადამიანებადაც არ ვთვლით რა. რუსებზე უარესები ხართ, სერიოზულად გეუბნებით. ადამიანი რო თავის ერზე ცუც სიტყვის და მტერზე კარგს, ეგეთი არც კაცია ეგ, არც ადამიანი და არაფერი არ არის, აი. სად არის, აი ქვემოთ საქონელი არის და ეგ მისჩენია მაგას. მომზადება მეზარება ახლა რა, ადუღება, ან შეწოთ თუნდაც. პირდაპირ გადავყრაპო ზემოდან და ვაწყე ცოტა შეთბეს, სოფლის კვერცხით პირი მიყვარს. სულ ახალი რა თქმა უნდა ბევრად კაია, მაგრამ ესეც კაი იქნება. იმედია ვინმე არ დაწერს სალმონელაზე. ეგეთ მაგაზრებს მე არ ვეთანხმები, ბევრ კონკრეტულ თემაზე ძველი მიდგომები და ძველი აზრები მირჩევნია. უფრო აღიარებ ვიდრე ახლანდელი. თუ იცი რომ შენი სიტყვაზე ქათამი ჯანმრთელია, კარგად ყვებაო და არაფერი არ უჭირს, მაგისგან არც არაფერი არ შეყვება. და სიტყვაზე ბოდიბილდერებიც რომ ავიღოთ რა, ბევრი ჩემი საყვარელი ბოდიბილდერი, აი ესე ჭიქაში ჩაისხავდნენ ხოლმე ნაყიდ კვერცხს და პირდაპირ სვავდნენ. ამიტომ რავი სისულელია რა, ეგრე ხალხის ძალიან დაშინება და იმის აი ეს ზედმეტად აშინებენ ხალხს ყველაფერზე. გაგიმარჯოთ. ნაჭუჭი შემყვა. აი ისე მიყვარს მოხარშულსაც მირჩევნია და შემწყორსაც. ყველაზე გემრიელია რა. რძიანი ყავის ვიდი მიიღო რა. კეკას დაადგა ახლა თავზე. უნდა თამაში. გამოდით გარეთო, გვეუნება.
ძალიან შორს არის მეგობრებო, ნუ კამერის თემაში გეუბნებით, უკვე ხარისხი დაკარგა მაქსიმალურად მივზუმე, მაგრამ ნახეთ, მელა არის. გარჩევით კი ვარჩევ მარტივად. ჩვენ გვიყურებს. დღეს შევიდა. მეგობრებო, დაგემშვიდობებით. აუბარგდით და წავად სახლებში. ისეთი კარგი იყო აქ ყოფნა, რომ კიდევ რამდენიმე დღე დავრჩებოდი ასე. მაგრამ იქნება მე სხვა დროს რამდენიმე დღიანებიც. ვისაც ეს ვიდეო მოგეწონა, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, სურვილისამებრ არხიც გამოიწერეთ. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა, მაგრად თქვენ უყურებდით BBR Wilds.